ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენი შემდეგი სტუმარია დევნილთა განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მოგესალმებით ბატონ სოზარ. მოგესალმებით, მეესალმებით. დიდი მადლობა გაცნობაში მონაწილეობისთვის. თქვენთან დაკავშირებით ატყვა დიდი აჟიოტაჟი, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დევნილებს გაუქმდებათ 45 რაღაც ნაწილს დევნილების, გაუქმდებათ 45 ლარიანი დახმარება. ასეთ ინფორმაციას გაჩნდა, რომ იმათ, ვინც თბილისში დაიბადნენ, დევნილის სტატუსი შთამომავლობით არ გადავალო. და ბევრი სხვადასხვა ესეთი სპეკულაციები წავიდა ამ თემაზე. ამიტომ მოდი გაგვარკვიეთ, რას აპირებს სამინისტრო. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ უკვე ნელ-ნელა რამდენიმე დღის განმავლობაში სიმართლეს უახლოვდება კითხვები, იმიტომ რომ ეხლა თქვენ როგორც გააკეთეთ ფორმულირება, ამაში არის სიმართლის მცირედი ნაწილი. მცირედი არა, მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ. მაგრამ ბოლოდან დავიწყებ ის, რომ გაუქმდება შთამომავლობით ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა როცა რეფორმაზე მუშაობა დავიწყეთ, ესეც იყო განხილვის თემა. განხილვის თემა იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ამას ვფიქრობთ, არამედ ეს არის კაცრი რეკომენდაცია გაეროში არის სპეციალური მომხსენებელი ქვეყნის შიგნით იგრძულებით გადაადგილებულ პირებთან, დევნილებთან დაკავშირებით. გასულ წელს იყო ჩამოსული მაშინდელი მომხსენებელი, დღეს უკვე სხვა არის ჩალოკა ბეიანი, რომლის რეკომენდაცია 2016 წლის 6 ოქტომბერს არის გამოგზავნილი, თუმცა მანამდე წლების განმავლობაში რას ამბობს ეს რეკომენდაცია? ესენი ამბობენ ესეთ რამეს, რომ ახლანდელი კანონმდებლობის მიხედვით დევნილის სტატუსი გადადის ერთი თავიდან მეორეზე და ეს უნდა იყოს სამხედროში მოყვანილი საერთაშორისო სტანდარტებთან. ანუ საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში დევნილის სტატუსი არათუ თაობიდან თაობაზე არ უნდა გადადიოდეს, დევნილის სტატუსი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული რაღაცა ქვეყნის შიდა იმიტომ რომ ეს არ არის ლტოლული სტატუსი და ამას არ თვალისწინებს საერთაშორისო კონვენცია. მაშინაც ადრეც და წინა ხელისუფლების დროსაც და ეხლაც ჩვენი პასუხები ერთი და იგივე, რომ ეს არ მოხდება, დევნილის სტატუსი იქნება მანამ, ეს არის დაკავშირებული პირდაპირ დაბრუნების უფლებასთან, ეს არ იქნება გაუქმებული არავითროს სანამ არ მოხდება დაბრუნება და იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება. ანუ ეს სრულ ინფორმაციაა. იცით რა არის, როცა ამბობენ რომ ამას ვაპირებთ არის სრულ, ის რომ ეს განხილვაში იყო საიდუმლოდ, ეს არის სიმართლე. საიდუმლოდ გარდა, იმიტომ რომ როდესაც ამაზე მუშაობა მიდის წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასული წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად კვირაში ორჯერ იკრიბება არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ფართო სპექტრი, მათ შორის ძირითადად დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და ამაზე მიდის სჯელობა, ეს ვერანაირად ვერ იქნება საიდუმლო, ბუნებრივია. მაგრამ ყველა მოდელი რაც იყო იგივე რეკომენდაციებში, არის ხოლმე განხილული, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები ამას აყენებენ, რომ აიმან რომ ეს თქვა ჩვენ რას ვპასუხობთ. და მეორე ნაწილს რაც შეეხება, რასაც ის ითხოვდა, ეს არის უნდა მოხდეს სტატუსზე დამოკიდებულებიდან საჭიროებაზე დამოკიდებულ მიდგომაზე გადასვლა. ეს რა ნიშნავს, რომ სტატუსი რო აქვს დევნილის, ამის გამო კი არ უნდა იღებდეს ადამიანი დახმარებას, ადამიანი დახმარებას უნდა იღებდეს იმის გამო, რომ მას სჭირდება დახმარება. ეხლა წეღან აქ არ შემომიტანია სამწუხაროდ წეღან ეთერში ვიყავი TV პირველის, იქ მქონდა ეს დოკუმენტი, გვარს აქაც ვერ ვაჩვენებდი მნიშვნელობა აქვს. ლაპარაკია მილიონერზე, ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბიზნესმენი საქართველოში, ოცეულში შედის ალბათ. რომლის შვილი იღებს 45 ლარ რომელსაც არ უჭირს ეს 45 ლარი და 45 ლარი მივაბად სტატუსზე არ არის სწორი და მით უმეტეს მივაბად პატრიოტიზმის თემაზე და მე თუ 45 ლარი შეუსყიდავთ თურმე ის სტატუსს დაკარგავს. თვითონ თქვენ რა, თვითონ სტატუსზე ვარ სიტყოდენ, დაბრუნებაზე ვარ სიტყოდენ, ვინც ამას ამბობს. თუ ესე მაშინ მათ საკუთარ პატრიოტიზმზე შეხედონ, თორე დევნილების პატრიოტიზმზე ყველა მილაპარაკებენ და ეს არ არის სწორი. იდეა რა არის, რის გაკეთებას ვაპირებთ. დღეს დევნილთა მიმართულებით იხარჯება დაახლოებით 250, დაახლოებით კი არა 250 მილიონზე ცოტა მეტი. ეს თანხა აქედან 70 მილიონი ხმარდება მშენებლობებს. ეს თანხა რო ეფექტურად იყოს გამოყენებული, მოგცემდა საშუალებას, რომ ყველა სოციალურად დაუცველ და გაჭირებულ დევნილს დაახლოებით გაუორმაგდეს შემწეობა და მშენებლობები გაორმაგდეს. ეს მე მგონი უაღრესად მნიშვნელოვანი რამე. აი ეს არის ჩვენი გეგმა, მეტი არ ვაკეთებ. პრემიერის და მთელი სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილება არის, რომ თუ რეფორმა გატარდება, თუ ხას უსვამ, ამ შემთხვევაში არც ერთი თეთრი
დევნილების მხრიდან არ მოხდება გადადინება. სხვა მიმართულებით პირიქით მთლიანად იქნება კონცენტრირებული სწორედ დევნილებს. ანუ უფრო ციფრებით რო ვისაუბროთ, ანუ რა კრიტერიუმის მიხედვით შეიძლება მოეხსნას დახმარება ვიღაცას, ანუ რაღაც ზღვარი გაივლება შემოსავლების მიხედვით იქნება. ზღვარი უნდა გაივლოს სოციალური სტატუსის მიხედვით, სოციალური ქულების მიხედვით, შემოსავლების მიხედვით. ძალიან ძნელია ზღვრის გავლება. ერთხელ უკვე გაივლოს ზღვარი, ეს არის 1250 ლარი შემოსავალი პიროვნებაზე, თუმცა ოჯახზე ამის გადატანა არის ძალიან ძნელი, ძალიან რთული და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ეს უნდა გაივლოს სოციალური ქულების მიხედვით. ოღონდ ეს არ უნდა იყოს 57000 ქულიანი ზღვარი, როგორც დღეს არის, არამედ იყოს გაცილებით მაღლა და აქაც უნდა გავყოთ ორად ის მოქალაქეები. ჩემ ხედვას გეუბნებით ამ შემთხვევაში და ამ მომუშავე ჯგუფის ბევრი ადამიანი ამ ხედვას იზიარებს. ორად უნდა გავყოთ. ეს არის ადამიანები, რომლებიც მათ მიიღეს ბინა სახელმწიფოსგან და ბინები, რომლებსაც ახლა გადავცემთ, მართლა ძალიან კარგი ბინებია. ეს ადამიანები ავტომატურად შეიძლება გადავიდნენ სოციალურ შემწეობაზე და მათი უმრავლესობა სავარაუდოდ ამ სოციალურ შემწეობას მიიღებს, იმიტომ რომ ბინის გაცემის დროს სოციალურ სტატუსს, სოციალურ შემოსავლებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ბინა რომ მიიღო ეს შემოსავლებს არ ზრდის. შესაბამისად მათ ეს ბინა მიიღო, იმას დარჩება თუ არ დარჩება? ვინც ბინა დარჩება, იმათზე უნდა გავრცელდეს იგივე წესი, რაც ქვეყნის არადევნილ მოსახლეობაზე. ანუ თუ სოციალურად დაუცველია მიიღებს 60 ლარს 45 ლარით, ნაცვლად თუ ბინაც მიიღო და ხელფასიც აქვს და შემოსავალიც აქვს, მაშინ კეთილი ინებოს და ან სოციალური აგენტებმა მივიდეს შეულებრივად. მეორე ვარიანტი ამას სჭირდება დრო, ამას ეს ვერ იქნება მიღებული 2 კვირაში და 3 თვეში, ამას სჭირდება ჯერ განხილვების დრო და მერე სჭირდება დრო სოციალურ სააგენტოს იმისთვის, რომ გვითხრან რამდენი ხანი დასჭირდება თქვა 3 თვე, 6 თვე, 6 თვე, 1 წელი. ამას მე ვერ განსაზღვრავ, ამას განსაზღვრავს შესაბამისი უწყება. კანონის მიღების მერე, მანამდე არა. მეორე მსმენელია მოусმინოთ და მერე გადავიდეთ მეორეზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. იცით, მე მაინტერესებს ასეთი რამ, თქვენ რასაც საუბრობთ ბატონო სუბარ, აი ამ გამოყოფილ თანხაზე და ამ თანხების განაწილებაზე, თვალშეშინებულობასა და ბაზე. ეს ეხება მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც აფხაზეთიდან თუ სამხრეთ ოსეთიდან არიან თუ სხვა დევნილებსაც ჩვენ ხო ვიღებთ, საქართველოს ხო იღებს ირანიდან, ერაყიდან, სხვა ქვეყნებიდან. ისინი ხებულობენ ხო აი ამ სტატუსს და ისინი გათანაბრებულები არიან ამ აფხაზეთიდან და ოსეთიდან ტოლვილებთან ხო და თანაბრად მიმდინარეობს მათ მიმართაც უბრალოდ ისეთივე სრუნვა და მიდგომა თქვა დახმარება თუ რაიმე განსხვავება არის და თქვა თქვენ სამინისტროს მუშაობა სხვა ხალხს ეხება და თქვა სხვა ქვეყნიდან ტოლვილების სხვას თუ როგორ არის აი ეს მაინტერესებს. კარგი, დიდი მადლობა. სხვა ქვეყნიდან შემოსულ თლებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება მათი ბინით დაკმაყოფილებით, გარკვეულ დროებით საცხოვრებელს მათ მცირე ნაწილს ვაკმაყოფილებთ ამ შემთხვევაშიც ძირითადად თუ არ შევცვალოთ თავშესაფარს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს ხორციელდება გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით და მათი დაფინანსებით, ლაპარაკია ბინების დაქირავებაზე, სახელმწიფოს ამის შესაძლებლობები ამ წუთში არ აქვს და შესაბამისად ამას არც დახმარებას 45 ლარს იღებს ყველა დევნილი, ყველა ტოლვილი, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, თუმცა არიან ტოლვილები, რომლებსაც აქვს სოციალურად იმათაც წელში გამართულები და იმათ მიმართ ეს არ ხორციელდება და მეორე ჩვენ მივიღეთ პრაქტიკულად ახალი კანონი იმდინარე გასულ წელს, რომლის მიხედვითაც ტოლვილის სტატუსის გარდა შემოვიტანეთ ახალი მექანიზმი, ეს არის დროებითი დაცვის მექანიზმი. დროებითი დაცვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მოვიდა მაგალითად ერაყიდან ან უკრაინიდან, რა დღესაც იქ ვითარება დასტაბილურდა, მას სტატუსი უწყდება და ისტოვებს ქვეყანას. მაშინ როცა იმ შემთხვევაში თუ ადამიანის აძლეველ ტოლვილის სტატუსი არის კონვენციის შესაბამისი და ჩვენ ვართ ამ კონვენციის წევრები და ამას ვერ გავექცევით, ამ სტატუსის მოხსნა არის ძალიან რთული პროცედურა. თუ თვითონ არ წავა ქვეყნიდან, მოხსნა ეს პროცედურა არის ძალიან. ეს სტატუსი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სწორედ გულისხმობს ამის გაადვილებას. კი ბატონო, კიდევ ერთი მსმენელია, გამარჯობა. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენ. მას ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს, შეიძლება. მე ვარ 99 წელს მომხდარი ომის დამტევნილი. ჩემი სახსრებით, ჩემ ოჯახმა შეიძინა თბილისში ბინა
თქვათ ორი ბინა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხო დავყარგეთ იქ ქონება სახლი, კარი და თუ მოხდება ასეთი დევნილების ანაზღაურება ან ბინით ან კომპენსაციით ან როდის მოხდება და თუ არ მოხდება რატომ ეს მაინტერესებს. მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ, დახმარ კანონი, რასაც ითვალისწინებს დღეს, ეს არის კომპენსაცია იმის გამო, რაც დავკარგით. არამედ ეს არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა და გათანაბრება სოციალურად დევნილის არადევნილთან. ეხლა მე არაფერი პრობლემა არ მაქვს თქვათ, როგორც პოლიტიკოსთან კი, მაგრამ როგორც ბიზნესმენთან, კობანაყოფიასთან, ან კიდე ბევრი ბიზნესმენი ესეთი ხო, ეხლა თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ ხა ნაყოფიასაც ეკუთვნის ბინა, იმიტომ რომ მან იქ რაღაც დაკარგა და ეკუთვნის გაჭირებულ ოჯახსაც, ეს არ იქნება სწორი. ამიტომაც ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ვაკმაყოფილებთ უბინავებს და გაჭირებულ ადამიანებს, თუმცა პარალელურად თქვათ მუშაობთ იმ ხალხზე, მაგალითად ვინც ბინა იყიდა იპოთეკით და ბოლომდე არ აქვს დაფარული ვეხმარებით და ეხლა მუშაობთ გარკვეულ პროექტებზე, რომ ადამიანები, რომლებიც შენებლობის პროცესში არიან, ან ბინის რემონტი სჭირდებათ და თავის რაღაც შეიძინეს, იქაც რაღაც გარკვეული დახმარებები გაუწიოთ, ოღონდ ისევ და ისევ აქ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა წავიდეს ეხლა იმ შეძლებულ ადამიანებს. შრომა თავის ნიჭი თუ თავის რა ვიცი შრომის მოყარების რაღაცას მიაღწია, ღმერთმა გავმართოთ, იქ დავკარგეთ ჩვენ ადამიანები, იქ დავკარგეთ ჩვენ რაღაცას ადამიანები. მოკლედ ამასაც ორი ბინა აქვს, ბინას თქვენ არ მიცემთ. არ მივცემთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და კანონი ჯერჯერობით გაგაწყვეტინეთ, ამბობთ ერთი ვარიანტი იქნება ის ვის ბინა მიიღო, მათ შეამოწმებს სოციალური აგენტი ნებისმიერ გადაწყდება, მეორე ვის მოეხსნება. მეორე ვარიანტი, ასევე ცალკე ვარიანტი კი არ არის, ამ ვარიანტზე მიბმული ვარიანტია, თავიდან სხვადასხვა მოდელები იყო, მაგრამ მე ვფიქრობ ამ ორი მოდელის შეერთება არის ოპტიმალური. მეორე მოდელი შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ ბინა არ მიუღია სახელმწიფოსგან და არა ადამიანს, რომელმაც თავისით შეიცინა. ამ შემთხვევაშიც ისევ სოციალურ ქულებზე უნდა მივაბადოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში სოციალური ქულები უნდა იყოს არა თქვა 57000, როგორც არის ან თუ 65000 რაღაც კატეგორიისთვის, არამედ 100000 ან უფრო მაღლა. ამას ბუნებრივია, ხა მე ვერ გადავწყვეტ ეს უნდა დაითვალოს შესაბამისმა სააგენტომ. უფრო მაღლა რას ნიშნავს? ანუ უფრო გაჭირვებული უნდა იყოს თუ პირიქით? ნაკლებ გაჭირვებული. 100000 ან შეიძლება 100000, 150000 როგორც ნაკლებად გაჭირვებულია, ხო? და ჩვენ აქ გვაქვს ესეთი მიდგომა, რომ 57000 ქულა ვისაც აქვს, ანუ ვინც დღეს იცვლება სოციალურად დაუცველს, იმას გაუორმაგდეს 55 ლარი კი არა, კონდეს 90 ლარი, არამედ სოციალურად დაუცველიც არის. სოციალურად დაუცველი დევნილი რო არის, იმას გაუორმაგდეს დახმარება, ვინც არის 57000-დან თქვათ 100000-მდე ან 120000-მდე, იმას დარჩეს 45 ლარი და იმის ზემოთ უკვე აი რაზეც სოციალური აგენტი, სოციალური სააგენტო ამბობს, რომ ეს არის შეძლებული წელგამართული ოჯახი, იმათ შეუძლებთ. ეს 100000 ლარი დაახლოებით რა შემოსავალს გულა, დაახლოებით რა შემოსავალს გულისხმობს? ეგ მე გითხრათ სიმართლე არ ვიცი ამაზე შესაბამისი ხდება გაგვცემს პასუხი. ჩვენ ვამბობთ პირობითად 100000-დან 150000-მდე. როგორც წესი ამბობენ, რომ 100000 რო აქვს ადამიანს, ის არ არის მდიდარი ვთქვათ, მაგრამ არც უჭირს. თქვათ 150000 უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ წელგამართული ოჯახში 2000 ლარი აქვს შემოსავალი ამ დროს. კი ბატონო, ერთი მსმენელია მოგუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ბატონო სოზარმა წეგან სწორი ბრძანა, როდესაც უარი თქვეს აი ტოლვილის სტატუსის მოხსნაზე, მანამ არ დაბრუნდება ყველა თავის დევნილობის ადგილიდან. მაგრამ უბრალოდ ხალხში შიში არის ეგეთი მოლაპარაკებები, ყოველთვის საიდუმლო და იმათ რო ხდება, აი როგორც ენერგეტიკის სამინისტროში გამოვიდა კალაძე და თქვა, რომ ეხლა პასუხს ვერაფერზე ვერ გავცემთო, ხელი მოწერილი გვაქვს და არ გვაქვს უფლება არაფრის ხმისო, იმიტომ რომ ეგეთი მოთხოვნა არის, მანამ მოილაპარაკებდნენ, უკვე ეჭვიჩნდება, რომ რაღაცა ინტერესი იყო. ეგ ერთი და მეორე აი საზღვარგარეთიდან შემოსული ტოლვილები ყველა ქვეყნისთვის ეგ მთავრდება ცუდად. პლუს ჩვენთვისაც სავალალო მაგალითები გვაქვს უცხო ქვეყნიდან ტოლვილების მიღების და მე ეგ სეპარატისტული. ანუ არ მივიღოთ თქვენ ამბობთ? ბატონო? არ მივიღოთ თუ ამბობთ? რა არის იცით ახლა ლოგიკურად მე ვფიქრობ რომ არ უნდა მივიღო. ახლა ადამიანურად ყველა ცოდვა, მაგრამ მოგეუბნებით მაშინ ისეთი დაცული ქვეყნები როგორიც გერმანია, ინგლისი და ის იმათ ვერ გაუძლეს ავტოლინების მიღებას და კი ბატონო. გასაგებია თქვენი აზრი.
გასაგებია თქვენი აზრი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება საიდუმლო მოლაპარაკებებს, აი გააროს ექსპერტი, რასაც ჩვენ გვწერს, ეს არის აბსოლუტურად ღია დოკუმენტი. ექსპერტი კი არა, სპეციალური მომხსენებელი, ეს უფრო მაღალი რანგია და ჩვენი პასუხიც არის აბსოლუტურად ღია. ის განხილვები, რაც მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არის ასევე აბსოლუტურად ღია და ვერანაირად ვერ იქნებოდა დამალული. იმიტომაც მოხვდა ეს დოკუმენტი მერე სხვადასხვა უწყებებში თუ სხვადასხვა პარტიებში, რომ ამბობენ, რომ საიდუმლო მოლაპარაკებები როგორ წარმოგიდგენიათ 20 არასამთავრობო ორგანიზაცია სადაც არის, იქ საიდუმლო მოლაპარაკება როგორ უნდა წარიმართოს. რაც შეეხება უცხოეთი დამტოვრულებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბალანსი უნდა დავიცვათ, ეს ბალანსი უნდა იყოს ისეთი, რომ არ ვავნოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და უამრავ ადამიანს ვეუბნებით ვარ სწორედ იმის გამო, რომ იქ ჩნდება ეჭვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო საზოგადოების წევრები და ჩვენი ასეულობით 1000 მოქალაქე არის უცხოეთში წასული, რომელთა დიდ ნაწილს სწორედ ეს სტატუსი აქვს და რაღაცა ვალდებულებები ჩვენს გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მესამე ადამიანური, რაზეც ბატონმა რომელმაც დარეკა ძალიან სწორად გაუსვა ხაზი, მაგრამ ეს ადამიანური ურთიერთობები ემოციებზე არ უნდა იყოს აგებული. თქვენ გახსოვთ ალბათ, როცა იყო რომ ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ 500 ოჯახი არის მზად, რომ იშვილოს, თქვა სირიელი დევნილის ბავშვი, რომელსაც მშობლები დაეღუპა და რა გავრცელდა არასწორად, თითქოს 500 ბავშვი არის, რომლის შვილება არის შესაძლებელი და ატყდა აჟიოტაჟი, მეც მინდა ვიშვილო, მეც მინდა დავეხმარო, ჩემს სახლს უთმობ, სად არის საქართველოს მთავრობა, რატო არაფერს არ აკეთებს? ანუ პატარა ემოციური აფეთქება საკმარისია, იმის ერთი სიუჟეტი თქვა თქვენს რადიოში ან ტელევიზიაში, რომ თავზე დაგვამხომ ყველაფერი და რატო მთავრობა არ მიდის სირიაში, ერაყში, რატო არ იბრძვით იქ, რატო არ მოგყავთ იქიდან და ყველას რატო არ უთმობთ ჩვენ სახლებს. მეორე დღეს თქვათ შეიძლება რაღაცა სხვა ემოციურ ფონზე, რატო არ ვკეტავთ საზღვრებს და რატო არ ვაშენებთ კედლებს ამ საზღვრებზე. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან დაბალანსებული და აბსოლუტურად ისეთი, რომ ეს სახელმწიფო სტრატეგიულ ინტერესებს არ შეეხება და არ ვავნებს და არც ჩვენს ადამიანურ მოვალეობასთან ვიქნებით. გასაგებია, კიდევ ერთი მსმენელია, მოდით მოვუსმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო შოზარ, გამარჯობა ჩემო ბატონო. ესა ორი მოკლე კითხვა მაქვს. პირველი, ბატონი შოზარი, რა სიტყვა და ეს აფხაზთა კრება რომ არის ეს რაღაც ახალი ორგანიზაცია და მეორე, ამასინად გადმოსცეს რომ სადღაც ტოვილებმაო პირი ამოიკერესო და ბატონ შოზარის ვისვას ითხოვენ და ვინ არიან ეს ხალხი და ვისგან იმარჩებიან და საერთოდ რა ხდება მაგათ თავს. მადლობთ. დიდი მადლობა. მადლობა. აფხაზთა კრება გუშინ ეს ერთად დაგეგმეს და საჯაროდ გამოაცხადეს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. არ ვიცი ვინ არიან, პიროვნულად კი ვიცნობ ვინც არიან, მაგრამ რაღაცა ძალიან აფილირებული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან მე მაქვს ხოლმე ერთი პასუხი. როცა გინდათ რაღაცა დევნილების თემაზე აქციას აპირებთ ხო თქვენ? დღეს იყო ერთი აქცია, ხვალდაპირებენ მეორეს. წადით და ჩაატარეთ ფოცხოვეცერში თქვენს მიერ გაყნერილ დევნილებთან ან ჩადით და ჩაატარეთ კოდორის ხეობაში, ახალგორში, იმაში დიდი ლიახვის ხეობაში, პატარა ლიახვის ხეობაში, ის ტერიტორიებს, რომელიც თქვენ დაკარგეთ, ჩააბარეთ რუსეთს, რომელთა ოკუპაციას ხელი შეუწყოთ და რომელთა ფაქტობრივ ანექსიას უწყობთ ხელს. აი იქ ჩაატარეთ ეს აქციები, ისიც გაიხსენეთ, როგორ აცხადებდა თქვენი საყვარელი პრეზიდენტი და ბელადი, როგორც ახლა მისგან განაყოფები უწოდებენ, რომ დიდი საქმე რამდენიმე ქვიანი და ფაორიანი ადგილი დავკარგეთო და მე მგონი ოდნავ სინდისი რო კონდეთ სიტყვა დევნილს და ოკუპირებულ ტერიტორიას არ უნდა ახსენებდნენ, იმიტომ რომ მათი წარსული უნდა ახსენდებოდეთ ამ დროს და სირცხვილი მათ და იმ დევნილებს კიდე ვინც მათ პროპაგანდას ახყვება. რაც შეეხება ზუგდიდში არის ძალიან მარტივი სიტუაცია. 2000 ბინიანი ვინც პერი ამოიგერა, ხო? 2000 ბინიანი მშენებლობა იწყება, საიდანაც 150 და დაწყებული უბრალოდ, საიდანაც 454 ბინიანი ორი კორპუსი დამთავრდა. ვანაწილებთ ამ კორპუსებს. დევნილების რაღაც ნაწილმა, ზოგმა თავისი, ზოგმა ვიღაცის კერძებით გადაწყვიტეს, რომ თუ ისინი აქციას გამართავენ, ისინი სხვაზე უპირატეს მდგომარეობაში დადგებიან და ეს არ მოხდება. არავითარ შემთხვევაში ეს ბინების გაცემა რა კრიტერიუმით ხდება, რამდენად კაცრი ეს კრიტერიუმი, თუმცა ვიდრე ამაზე მიპასუხეთ, ერთი სვენელი გველოდება, მასაც მოვუსმინოთ და შემდეგ გადავიდეთ ამ საკითხზე. გამარჯობა. გამარჯობა. ცოტა ხმა მაღლა? გამარჯობა. მე მინდა გითხრათ, რომ არ მომწონს ნამდვილად რაღაც ცით გათანაბრება სოციალურ დაუცველებთან, იმიტომ რომ მათ ესე იგი დევნილებს უნდა ქონდეთ ცალკე სტატუსი დევნილის რა. მარტო ახლა თქვენ იმიზაზეთ რაღაცა აი მაშინ თანხა დაგვეზოგება და რაღაცა და
არა მგონი ეს სახელმწიფო აგებს ამითი ჩემი აზრით რა და ჯერ ერთი დევნილებზე იყო საუბარი ჯერ კიდე მიშას დროს რომ ეგენი უკვე აღარ არიანო დევნილები 25 წელი აქ არიანო თუ 20 წელიო და ინტეგრირდნენ დანარჩენ საქართველოში უკვე ეს ნოტები მაშინვე ისმოდა და თქვენ ეხლა რასაც აკეთებთ ნელ-ნელა მიდის იქითკენ რაც იმათ დაიწყეს ამაშია საქმე და ამაშია შიში ხალხის და სულიად გასაგების შიშია და ის რომ 20 რა ქვია არასამთავრობოში ვერ იქნებაო საიდუმლო ხო ის 20-ვე არასამთავრობო შეიძლება იყოს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი და იმიტომ ჩვენ მათი ნდობა არ აგვაქვს. კარგი, კი ბატონო. არასამთავრობების უმრავლესობა სწორედ თვითონ დევნილები არიან ძალიან ცნობილი ორგანიზაციები რომლებიც აქ მუშაობდნენ და მათ შორის რამდენიმე არის ადამიანი რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასე რომ ვერ ასწავლის მათ ვერავინ ქვეყნის სიყვარულს. იქვე ბარემ ვიტყვი რომ როცა ნაციონალები ლაპარაკობენ რაღაცებზე ჩამხედონ თვალებში, იმიტომ რომ არ დამინახავს არავინ იქ, როცა მე იქ ვიყავი და ვიბრძოდი და როცა ჭუბერის პერევალი გადმოვიარე. გია ბარამიძეს არ გულისხმობდა შეიძლება ერთი-ორი კიდე იყოს, მაგრამ მიშა სააკაშვილი ამ დროს კგბ სკოლაში სწავლობდა იმაში კიევში და არც ნუგზარციკლაური იქ არ დამინახავს. რაც შეეხება დახმარებას ამბობს რომ სტატუსთან უნდა იყოს არანაირად საერთოდ გაუქმება. არანაირად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სტატუსი არანაირად არ არის დაკავშირებული დახმარებასთან. ვეტერანის სტატუსი აქვს ყველას, ვინც არის ომის ვეტერანი, მაგრამ 22 ლარს დახმარებას იღებს მხოლოდ ის ვეტერანი, ვისაც არ აქვს შემოსავალი. იგივე, ანუ სტატუსთან არ არის მიბმული რა და არ შეიძლება ეს მივაბათ და არ შეიძლება თაობები გრძელდებოდეს. იმედია ბევრი თაობა აღარ იქნება, მაგრამ დარჩენილი, მაგრამ არ შეიძლება ეს სტატუსი იყოს მიბმული დახმარებაზე. მაშინ პატრიოტიზმი სადღა, მე ვერ ვხედავ ეგრე, რომ 45 ლარი თუ ექნება ადამიანი ვარ სიტყვის ქართველობაზე, ვარ სიტყვის სამშობლოში დაბრუნებაზე სტატუსზე. მე ასე არ ვხედავ და ვერ ვხედავ. და ის კითხვა რაც დავსვით, ხო, ზუგდიდზე საუბრობდი და ამ კონტექსტში ბინების თემაზე რო გავაგზავნე. ბინების არის ძალიან მკაფიო, სხვათა შორის ამაზეც დღეს აღარ მახსოვს რომელიღაცა ნაციონალმა ახსენა რომ რაღაც გაუგებარი კრიტერიუმებით ხდება მგონი მინაშვილმა. გაუგებარი კრიტერიუმებით ხდებოდა მათ პერიოდში, იმიტომ რომ მინისტრი ისე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვის რატო მისცეს, ვინ რატო გამოყარეს ძალით და გადაასახლეს ფოსხოვეცერში ან ვის მისცეს ფოთში, ბინა არანაირი კრიტერიუმი არ იყო და არავინ ამაზე პასუხს არ აგებდა. სასამართლოში ვერ გაასაჩივრებდა, იმიტომ რომ კრიტერიუმი არ არსებობდა. ეს არის მკაფიო კრიტერიუმები. პირველ რიგში კომისია, რომელიც ამას იკვლევს, არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, ჩვენ ერთად ვართ. ეს კრიტერიუმები არის რა? თუ შენობა არის ნგრევადი, ვადგენთ სიას ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნგრევადების და ეს პირდაპირ ჩასახლებოდა. პირდაპირ გამოგყავს იქიდან ისე რომ ეს ნგრევადი ობიექტი დავხუროთ რომ ვიღაც არ მოიქცეს ამ ნგრევებში. მაგალითად ასეთი იყო სასტუმრო კოლხეთი, ხო? არის მეორე ვარიანტი. არ ცხოვრობს გრევაჩი, ცხოვრობს ან კოლექტიური ჩასახლების ცენტრში, ან ისე კერძო სექტორში ქირით არის, ბიძაშვილთან ცხოვრობს, ვიღაცამ სამადლოდ შეიფარადნო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ ვაკმაყოფილებით ჯერ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვინც არის. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში შედის სოციალურად დაუცველის ქულა თუ აქ და ეს ქულა რამდენია შესაბამისად 3-2-1 ქულას ვანიჭებთ. ხომ არ არის მრავალშვილიანი, ხომ არ ყავს ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, ხო არ დაკარგა ვინმე, ხომ არ არის ომის მონაწილეა, ხომ არ აქვს ორდენი მიღებული. ძალიან ბევრი კრიტერიუმებია და ამ კრიტერიუმებს ვარჯამებთ და ვისაც უფრო მაღალი ქულა გიღებს პირველ რიგში, ვისაც დაგრებ მეორე. თუ მარტო ომის მონაწილეა ეს არ ყოფნის, ხო? არა. მაგრამ ომის მონაწილეზე არის თქვა ერთი ქულა, მაგრამ ომში 1.5 ქულა, მაგრამ ომში თუ დაკარგა ოჯახის წევრი, ამაზე არის 3 ქულა. და ეს ყველა ქულა ჯამდება. ჯამდება რა. კი ბატონო, კიდევ ერთი სვენელია და ამით დავასრულოთ, გამარჯობა. ბოდიში კიდევ ერთი მინდა აქვე. ეხლა გარკვეული ცვლილებები შემაქ ამ ბრძანებაში, მინდა რომ რაღაცნაირად ეს დემოგრაფიასაც ხელი შეუწყოთ და მრავალშვილიანებს არის დღეს ესე 3 შვილზე არის 1 ქულა, შემდეგ ყოველ მომდევნო შვილზე 9 ქულა ემატება. ეხლა ვაკეთებ ცვლილებას 2 შვილზე არის 1 ქულა, შემდეგ თითო ქულა ემატება და არა 9 ქულა 5 შვილამდე და შემდეგ 9 ქულა. ანუ აქაც მინდა რომ რაღაცნაირად მრავალშვილიანებს, ახალგაზრდა ოჯახებს მიენიჭოთ უპირატესობა. კი ბატონო, ერთი სვენელია მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა. მე ერთი მარტივი კითხვა რა, როგორ ხელისუფლების წარმომადგენელთა, როგორ ფიქრობთ 22 კიდე დაიცავს ამ ქვეყანას? იმიტომ რომ 4 ომი მოვიარე და მათხოვარი ვარ, მითხარით ვის გადმოუგზავნა, რომ
კამაყოფილდან იქნება მათი კუჭები რაღაცა გაძღეს, რაღაც იარსებოს, არ მჭირდება, იმიტომ მე სამშობლოს ვესახურებ და არა 22 ლარს. მადლობთ. გასაგები ეს ვეტერანია რო მადლობა მეც როგორ ჩანს. მეც ვიბრძოდი და ის რო თქვათ ბატონი დღეს აქ ცოცხალია, მე აქ თქვენთან ვზივარ ეთერში, ეგეც გავწუხებთ და შემთხვევითობის შედეგია, იმიტომ რომ ჩემს გვერდით არაერთი ადამიანი ის ხორპლად ტყვიამ და მეც ყოველთვის შეიძლება იგივე დამმართოდა, ასე რომ ამის გულისთვის არ წავსულვართ ახლა, ბუნებრივია. რაც შეეხება რამდენად საკმარისი, არ არის საკმარისი, არც 22 ლარი, არც 55 ლარი, არც 20 евро დაუცველის 60 ლარი და არც ის ძირითადი ხელფასები, რაც გასაგებია, მაგრამ ვეტერანებს შეიძლება ალბათ მეტი დაფასება გქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფულის გამო არ წასულან ომში. ხარ, ამაში მე აბსოლუტურად გეთანხმებით, მე როგორც ვიცი გარკვეულ იმიტომ რომ ეს ხო მაგალითი არის თქვა მომავალი თაობისთვისაც, ხო, როგორ აფასებს ქვეყანა საკუთარ ვეტერანებს, იმის მიხედვით შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს თვითონაც იბრძოლოს თუ არ იბრძოლოს ამ ქვეყნისთვის. ხო, მე ვფიქრობ, ღირს ამის მთავრობაზეც განხილვა. ამაზე მე მგონი პარლამენტში მუშაობენ, მაგრამ ისევ და ისევ როგორც ტოლულობას და დავბრუნების სურვილს ნუ დაუკავშირებთ 55 ლარს, ისეთ ქვეყნის სიყვარულს არც ამ ბატონს არ დაუკავშირებია მართალია, მაგრამ ესე ნუ გავაკეთებთ 22 ლარი, თუ 220 მექნება ვიბრძოლებთ, თუ არ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ სახელმწიფომ დააფასა მისი 5 წლით და არ იყოს გაჭირვებული. მე ამასთან დაკავშირებით თქვენს მხარეს ვარ და ვიზიარებ სრულად და ამ ბატონის მხარეს. კი ბატონო, დიდი მადლობა. სოზარ სუბარი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ დრო ამოიწურა. დღეს ამით ვასრულებთ გადაცემას, ხვალამდე გემშვიდობებით. აქტუალური თემა